იმიტომ რომ დღეს ოთხშაბათი, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს მარიკა დარჩია და მისი არაჩვეულებრივი რუბრიკა 60+, დღემშვიდობისა. დღემშვიდობისა მოგესალმებით. მარიკა ჩვენთან ერთად არის მის სტუმართან ერთად. კი ბატონო. მამალო. რა თქმა უნდა თემა. იმიტომ რომ გვინდა რომ ნანი მიმართო გააკეთოს ფესტივალზე რაღან ჩვენ უწყვნით ლოგიკური ერთობლივზე შემოგიერთდებით. ძალები ძალიან სერიოზულია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რამდენი ადამიანი როგორ ბღერის საქართველოში ლექსი, სიმღერა. არა, ფესტივალზე უნდა ვიფიქროთ. დათომ მზად არის. დათომ მზად არის. ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა რომ ამ ცხოვრებაში ხომ მსახიობი ვარო და მომდევნო ცხოვრებაში მინდა რომ მომღერალი ვიყო და მუსიკოსი, ბოდიში მუსიკოსი. ნუ გვარიც ისეთია რომ უნდა დარჩეთ. ფესტივალებზეც უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამჯერად ბოდით ისევ 60+ აქტივობებში დაგაბრუნებთ და იმ კლუბებში, რომელშიც ნუ არ გვინდა ხოლმე ყოველ შემთხვევაში ასე ხშირად არა, მაგრამ რომ არ ვთქვათ ამ პროექტის შესახებ და ამჯერად მით უმეტეს ეს დღეები იყო დამოუკიდებლობის დღე იყო ქართული ენის დღე ძალიან უნდოდათ რომ ამას გამოხმაურებოდნენ და ამით მინდა დავიწყო რომ სულ 2 დღეს წინ თემქის ამ მედიათეკაში რომელშიც არის ეს 60+ კლუბი ну აი ისეთი ღონისძიება გქონდათ არ არის ამის კადრების სტუმარზე მოგვიყვება ვერ მოვასწარით ყველაფერს ხო ვერ მოვასწრებ ისინი აღმოჩნდა რომ ისეთი სწრაფად ვითარდებიან და იგონებენ თვითონ ყოველგვარი ზედამხედველობის ან რაღაცა იმის გარეშე თვითონ აკეთებენ თავადიჩენენ ინიციატივას ჰქონდათ გამოსვლები ჰქონდათ კითხულობდნენ ლექსებს ბღერიან არაჩვეულებრივად ნუ ერთხელ უნდა მოვიყვანო ალბათ და ვამღერო და აი იქ არის ორი ისეთი აქტიური ქალბატონი ცისანა მიქაბერიძე და მაიკო ხელაძე რო აქედან იმ კლუბის მენეჯერსაც რომ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა მაინც ორგანიზაცია სჭირდება მაგრამ როდესაც შენ ხედავ რომ ასაკოვან ადამიანებს შეუძლიათ ასე გამოაჩინონ თავიანთი თავი რაღაცა კვლევებით თუ გინდა გამოსვლები ქართულ ენაზე დამოუკიდებლობაზე იქ რაღაცა კავკასიური იოგაც კი გავიგე რომ არსებობდა და ქართული იოგა ხო და ნუ აი არ ვიცი ძალიან ბევრი ესეთი აქტივობა და მაინტერესდა ქართულმა აი აუცილებლად ამაზე ცოტა გვიამბოთ ადგილზე უნდა გვანახოს რა ხდება და მოგვიყოს კიდეც რატომ ქართული იოგა დღეს ჩემი სტუმარი არის ამ 60+ კლუბების ეს პროექტი ხო მუნიციპალური პროექტია და გაეროს მოსახლეობის ფონდის და ჯერჯერობით 3 კლუბია და ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და ბევრი ადამიანია უკვე გაერთიანებული. ამ კლუბების კოორდინატორი, ამ პროექტის კოორდინატორი გახლავთ თათა ომიაძე. თამარ ომიაძე არის, მაგრამ ყველა ასე ვიცნობთ. თათას სხვადასხვა ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და ისეთი გზა გამოვლილი რომ ძალიან მიხარია რომ არის ახლა ჩვენთან და მინდა რომ თათა მოგვიყვეს და მე არ დავასწრო იმიტომ რომ ისე მინდა ხოლმე რომ მოვყვე რა ხდება და რა არის სიახლე თათა აბა კიდევ რა მოვიგონეთ რა ხდება მოვიგონეთ მარტო ჩვენ არა ჩვენთან ერთად მოიგონა საქართველოში გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდმა და შესაბამისად ამ ბიბლიოთეკების გაერთიანებამ მოვიგონეთ მოხალისეობრივ დონეზე მათთვის ინგლისური სწავლება. ეს მარტო არ მოვიგონეთ. ძალიან დიდი სურვილი და მოთხოვნა იყო ამ ჩვენი კლუბის წევრების. ანუ თავად ინიციატივა მათი მხრიდან იყო ხო? მოდიოდა მათგან დიდი ხნით ადრე უბრალოდ რაღაცნაირად ამას ხელშეწყობა სჭირდებოდა. აქ არის ლაპარაკი ელემენტარულ საწყის დონეზე, სიტუაციურ დიალოგებზე, გაცნობის ფორმულებზე, აი მარტივზე, სულ მარტივზე, სხვა მოლოდინი არც აქვთ. და ამისთვის ამ გაეროს მოსახლეობის ფონდმა შეარჩია მოხალისე მოსწავლეები, ქართველი მოსწავლეები, ქართველი თბილისის სკოლებიდან უმეტესად მე მგონი კერძო სკოლებიდან, მაგრამ არა სკოლებიდან ვინ გამოთქვამდა ამის სურვილს. მე-11 კლასელები, რომლებიც გადაამზადეს უნარების თვალსაზრისით, რომ რაღაც გამოცდილება მათ თავის დღეში არაფერი არ ჩაუტარებთ მოსმენის გარდა გაგვეთილს.
მაგრამ ეს მათაც ხო თავის პედაგოგები ყავდათ და ალბათ მაგალითი ეს 16 ბავშვი მართლა ისე მოხალისედ ჩაერთო ამ ღონისძიებაში, იმუშავეს, მოინდომეს. იცით რა არის ყველაზე უფრო მე მაინც მომწონს ის რომ აი ეს თაობა და ეს ორი თაობა შეხვდა ერთმანეთს, იმიტომ რომ ცოტა ურთიერთობები დასალაგებელია, დასარბილებელია. კი, ყველას ყავს ბებია, ბაბუა, მაგრამ ბებიასთან ურთიერთობას სხვა რამე სჭირდება, შეიძლება დიდ დროს არც ატარებენ და აი ამათთან უფრო მეტ დროს ატარებენ ამ თვალსაზრისით. ძალიან მოსწონთ, ძალიან მოსწონთ ერთმანეთი, ეფერებიან ერთმანეთს. სამივე ფილიალში 6 ჯგუფი ყავს, დაახლოებით 60 კლუბის წევრი მეცადინეობენ. კვირაში ერთხელ მეცადნენ, მაგრამ ძალიან მონდომებულები. ითხოვენ რომ სახლშიც გავატანოთ დავალები. საშინაო დავალები, ხო? ეს არ გაგვითვალისწინებია, მაგრამ ვატანთ. მოთხოვნა რა ხან არის რატომ? იმიტომ რომ როცა გვექნებათ რომ ჩვენ თვითონ ვიმეცავთ თავადო. რა ვიცი, ეს პროექტი ძალიან მოგწონს, გვიხარია, არის 6-თვიანი საწყისი ეტაპი. თვლით რომ საპილოტეთ დავთვალოთ ჯერ რა მოხდება, შეიძლება მეტი პედაგოგი დაგჭირდეს, მეტი ან ხო სხვა ენა მოინდომონ მოგვიანებით, ან გაგრძელება უფრო მაღალ საფეხურზე ერთი წუთი და ხომ გეგმავდით ამას ყველაფერს და უცებ მირეკავენ და მეუბნებიან რომ ქაბატონ მარიკო, იცით თუ აქო გერმანული სწავლა უნდათო. არა და გერმანული გავიგე აქ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაინც რაღაც შეხება. გერმანული მეთქარი, რა ვიცი მეთქი, გერმანიაში აღარ ლაპარაკობენ, მთელი გერმანია ინგლისურად გეუერთებენ. აი აქაც მოხალისეა. მოხალისე კლუბის წევრი ქალბატონი ევგენია სოკოლოვა, რომელიც პროფესიონალი გერმანულის სპეციალისტია, მასწავლ. გამოთქვა სურვილი რომ მე ვასწავლით ჩემ კოლეგებს გერმანულად. ორი ჯგუფი შეიკრიბა, მეცადინეობენ წარმატებით, უხარია. ძალიან გვინდა რომ კიდე უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ადამიანი. მოხალისეები ქალბატონი მანანა კიკვიძე, რომელიც ხელსაქმეს აკეთებს, ეხლა არა გვაქვს კადრები, მაგრამ არაჩვეულებრივ ქვილთს აკეთებენ. ჩანთებს ქსოვენ. ქვილთის ტექნოლოგიით ქმნიან ამუშავებს. თოჯინებს აკეთებენ. ნუ ხატვაზე აღარ ვლაპარაკობ, იქ პროფესიონალი ყავს, მაგრამ მოხალისეებზე მინდა ვთქვა. კიდე ყავს მოხალისე ბატონი პაატაშუბითიძე, რომელიც თემქის ფილიალში სიმღერაში ამეცანებს იგივე ქართული იოგას. ყველაზე მეტი დასწრება რომ მოგაკვეთილს აქვს. იცით რა, ძალიან ხო, ესე ვერ იტყვით, მაგრამ აი სპორტზე ყოველდღიურად 5 ჯგუფი მეც ერთგან 2, ერთგან 5. იცით როგორი ვარჯიშებია? სპეციფიური ამასაკისთვის რო არის პროფესიონალი ფიზიოთერაპევტები ამეცადინებენ. ხატვაზეა ძალიან დიდი. იაშუღლიშვილთან არის რიგები, რომ იმღერონ რიგი. და ამ კლუბებში არ შეგეშინდეთ. ამ კლუბებში არის შემდეგ აღარ გვეში. არ შეგეშინდეთ, არაფერი არ არის. მოლოდინისიები გვაქვს, რომ ელოდებიან ვინმე თუ წავა რომ ჩავსვათ კლუბში. ამიტომ დამატება ალბათ. იცი რა, სოციალური მუშაკებიც მინდა. აი რა დროს ატარებენ? დღის რა მონაკვეთში არის და ყოველდღიურ რეჟიმში არის თუ არა? აუცილებლად ატარებენ იმ თითო საათიან გაკვეთილზე ვიღაცა ფიზკულტურაზე. რაც სავალდებულოა, ასე ვთქვათ, ხო? თვითონ უნდა. გარკვეული რეჟიმია, რომ თქვა ადამიანი მოდის 9 საათიდან 5 საათამდე აქ არის თუ ირჩევს საგნის მიხედვით. უბრალოდ არის განრიგი და შენ აცდობ ამ განრიგს, რომ არის ხატვის გაკვეთილები, მუსიკის გაკვეთილები, ვარჯიში. იცით, რა ისინი ირჩევენ და ჩვეულებრივი სასწავლო პროცესია დაგეგმილი. შაბათ-კვირას დასვენებით. შაბათ-კვირას დასვენება. ხო, და აი მარიკამ შემახსენა ძალიან საინტერესოა და მე მოხარული ვარ ახალი ამბავია კლუბისთვის პირველად ხდება და მინდა რომ ეს რაღაც ტრადიციად ვაქციოთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სოციალური მიმართულების მუშაობის მიმართულების სტუდენტები ყავს პრაქტიკაზე. 2 არაჩვეულებრივი გოგონა. უნივერსიტეტმა გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის ეს გოგონები არიან ჩვენ რო სოცმუშაკს ვეძახით მომავალში ამ პროფესიაზე უფლებიან და ჩვენთან გადიან ამ ეტაპზე პრაქტიკა საბურთალოს კლუბში მხოლოდ კონკრეტულად რა არის? ანუ გააცნეს თავიანთი მიზანი, დიდი პრეზენტაციაც გააკეთეს, საინფორმაციო შეხვედრა, კი ბატონო. გააცნეს სოციალური მუშაკების ეთიკის კოდექსი, რაზეა დაფუძნებული, რომ პირველ რიგში ადამიან ხანდაზმულთა
ღირსებაზეა დაფუძნებული, რომ არ შეილახოს მათი ღირსება, რისი უფლება აქვთ, რაში ეხმარებიან. გარდა ამისა, აპირებენ რომ პატარა კვლევაც ჩაატარონ მათ ემოციურ, ასე ვთქვათ, ფონზე, მათ განცდებზე. და ჩვენ ყველანი აი ამ გოგონებსაც ისე უხარიათ ხოლმე მოსვლა და ჩვენ კლუბის წევრებსაც იცით რა ეს ორი თაობა ისე კარგად შეხვდა ერთმანეთს და ისე კარგად მიიღო ერთმანეთი რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და რაც მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ განსაკუთრებულ თანამედროვე ელემენტებს გძენენ ეს ადამიანები და კიდევ ვიცით რა ხა იმის ის რომ ჩვენ ოთხშაბათობით ხვდებით ერთმანეთს ეს ხომ არ არის მხოლოდ ამ პროექტზე ეს არის იმისთვის რომ აი ეს იდეა რომ გაჩნდეს ასეთი შეკრების საშუალებები და მართლა გაჩნდა აი 5 წლის წინ როდესაც ვიწყებდით თითქოს ესეთი მარტოები ვიყავით და ეხლა ისეთი აქტიობებია რომლებიც არის რაღაცა ბებიების და ბაბუების კლუბი იქ რაღაცა ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ესე იგი ნიშნავს რომ ამ თემის დაინტერესება მოხდა და ჩვენი ოთხშაბათობით შეხვედრაც ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის აღმოჩენებია ყოველთვის მინდა ხოლმე რომ იყვნენ ადამიანები ახალი პროექტები აი გაჩნდა რომ იქ ვიღაცა სიმღერა და აი თათამას და რამდენი საინტერესო რამეა ესე იგი იქ ინგლისური უცებს სოციალურ მუშაკებს გერმანული სოციალურ კარგი რომ ადამიანების ინტერესებს ითვალისწინებთ ეს არ არის მხოლოდ ის რომ აი ეს არის თქვენი მოწოდება ჩვენი წინადადება მაგრამ ისი მათგანაც უკავშირდებოდა იცით რა არის კიდევ კარგი ბოდიში გაწყვეტინებთ მაგრამ ძალიან დამეგობრდნენ აი იმდენად ანუ მეგობრობა გრძელდება ამ გაკვეთილების მიღმაც ალბათ ხო ასეა კაფეებში, რესტორნებში, სამოგზაურო, საზღვარგარეთ, თეატრებში, ოჯახებში სტუმრობენ ალბათ ერთმანეთის ცნობენ მათი ოჯახის წევრები. ამ პროექტებს რო ყოველთვის ეს ეიჯინგ ეხლა მე არამერთხელ მithქვამს რომ სოფლიოში ძალიან პოპულარული გახდა და ეხლა ძალიან არის ასე ვთქვათ. აი ამას რომ მარტო არ იგრძნო თავი და მე არ იცი თავიდან ესე იწყებენ ფრთხილად და აი რომ არ დაგაბრკოლოს ამა რომ მარტო ხარ რომ სოციალიზაცია შეგიძლია კიდევ ახალი უნარები შეგიძლია შეიძინო ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ეს იყო აი თათას მიუხედავად იმისა მე მინდა რომ იცოდნენ და გვინდა რომ უფრო მეტი იყოს ეს კლუბი ეს სურვილების დონეზეა და იმედია რომ ბევრი ვარ ასე რომ გაფართოებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ძალიან უხარიათ მოსვლა. ერთმა ქალბატონმა მითხრა, ისე მოვრბოდიო, რომ შვილები და შვილთაშვილები დავტოვე ჩემ ქმართან და კაი გიქნია მე ვთქვი. შვილიშვილებით არ მოდიან დრო და დრო. კი, როგორ არა, მოყავთ ხოლმე. მოყავთ იმათაც რაღაცას ასწავლიან. აი ხლა იმ სწორედ იმ თემკის აქტივობაზე რო ვთქვი, არაჩვეულებრივად გქონდათ გაფორმებული და ანბანი იყო ესეთი ფურცლებზე და ესო შვილიშვილებმა გაგვიკეთეს. ეხმარებია. აი ასეა. ასე რომ ამ პროექტს ძალიან ბევრი კუთხე აქვს და ძალიან ბევრი საინტერესო ძალიან ვაწმოსილი ისინი მოქალაქეები არიან ჩვენი. ექიმები, მასწავლებლები, აფხაზეთის ომის მონაწილე კი, მოქმედიც არის, მაგრამ თავარი იყო 60-ზევით. 60-ზევით. ნუ ჩვენ ცოტა ხანი დაიწყო. კი ვამბობ, რომ აი ეს იმისთვის არის, რომ ნუ კარგია. ძალიან კარგია. უნდა მოგვემატოს წლები. კი არ უნდა დაუბერდეთ. წლები უნდა მოგვემატოს და ამაში ალბათ არაფერი საშიში არ არის. ბევრი რამ გვაქვს კიდე სასწავლი. მარტო არ არიან, მარტო არ მიყვარს ესე რომ მარტოები არ არიან მარტო, მაგრამ აი ეს სოციუმი სჭირდება. ეს სჭირდებათ ახალი ურთიერთობები, ახალი შესაძლებლობები, ახალი უნარები. რამდენია ვისაც არც ნემსიჭერია ხელში და არც ფუნჯი. ხო, მაგრამ ამ ასაკში მოიგზომა და ცადა რატომაც. და მოეწონა რაც და მოეწონა, დამეგობრდა და რა ვიცი. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და გაფართოვებას. მადლობა. ფესტივალზე ჩვენ კიდევ ვიფიქრებთ. გრძელდება ჩვენი გადაცემა სარეკლამო ბლოკი და სულ მალე დაგიბრუნდებით.